კიდევ ერთი მშვენიერი დილა გათენდა, ვიმყოფები გალათის პარკში, ვეიკუში, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სადაც იმართება ძალიან მაგარი ტურნირი და სადაც მონაწილეობს ინტერის ქართული აკადემია. და ესეც ასე ჩვენი ბიჭები გამოვიდნენ უკვე სათამაშოდ და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაღალ დონეზე ეკიდებიან, ძალიან მაგარ შეკრებას ატარებენ და მატჩის წინ ძალიან კარგად ემზადებიან, ეს მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით, იმიტომ რომ 5 წელი აქ ცხოვრობ და ვიცი ბერძნები მსგავს ტურნირებს როგორ ეკიდებიან და ქართველები უკვე დაახლოებით 40 წუთია ხურდებიან იმისთვის, რომ ეს ტურნირი დაახურონ და მოიგონ. შორის ჩემ შვილთან ერთად ვარ მოსული, ვინმე რა ვთქვა, რომ აი არ მცალია ბავშვი ერთოვებდი, მოვკიდე ხელი წამოვიყვანე ეტლით და აი აქ არის და როგორ მამა გოლი აი ესე ხდება რა გენაცვალეთ ერთმანეთის გვერდში დგომა აი ამითაც იზომება ჩვენი ქართველობა ნუ გასაგებია ხა ვიღაცას არ უყვარს ფეხბურთი და კი ბატონო მაგრამ ვისაც გიყვართ და გინდათ რომ ჩვენს ქვეყანას დაუდგეთ გვერდში და ჩვენი ქვეყნის დროშა უფრო მაღლა გაიტანოთ მოდით უყურეთ ამ ბიჭებს და გვერდში დაუდგეთ რა რაშია საქმე ხო ფული მერე იქნება ნახევარფინალური მატჩია თუ მოიგეს მერე ფინალს ითამაშებენ ვერცხლის ლიგის და თასი წავლენ საბერძნეთიდან. Მიძლია თქვა მეორე გუნდზე, ამათმა აი 5 წუთია რაც დაიწყეს გახურება და ჩვენი ბიჭები 40 წუთია ხურდებიან და აი ხედავთ ხო რამხელა პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ ყველაფერს. აი 5 წუთის გახურებულები არიან და შეხვედრა უნდა დაიწყონ. რავი, აი ეს ჩემთვის არ არის ეს ფეხბურთი და ეს არის არაპროფესიონალიზმი და ბიჭებო ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოთ. ყოველ მიზეზ გარეშე, იმიტომ რომ იმსახურებთ ამ შეხვედრის მოგებას, ეკიდებით პასუხისმგებლობით. ბრავო ბიჭებო, ბრავო. რას გეფიცები ამაზე მეტი რა გითხრა რა, ბიჭები, ჩვენი ბიჭები 40-50 წუთია რაც ხურდებიან, ემზადებიან მატჩისთვის და ეს მოწინააღმდეგე გუნდი, აი მარტო ენა დიო ტრიაშია მაგარი რა. 5 წუთი, ზუსტად 5 წუთია რაც გახურდნენ და შეხვედრა იწყება რა. აი აროჩი რა ბიჭებო, მიდით გადაახიეთ, გადაალეწეთ თავზე ბურთი რა. დავაი ბიჭებო. დაიწყო შეხვედრა. ნუ ვფლობთ უპირატესობას, რა თქმა უნდა, უდაოა. მარჯვენა ფლანგი. კარგად ვაგორებთ რა, საკაიფოდ. ვაკონტროლებთ თამაშს. ბურთი ვიცით აშკარად. ბიჭებს ნაკრების გამოცდილებას ნაწილს უმაგრებს. საკმაოდ საინტერესო აკადემია. ავე უჭირავთ ბიჭებს ბურთი ლამაზად. შეტევას. და აი ასე პირველი შეტევა. ეგ არის პირველი დარტყმა. უტევთ. აი საერთოდ ვერაფერს ვერ უხერხებს ბერძნული გუნდი. მხოლოდ თავს იცავენ, აი შეტევა ჯერჯერობით არ ქონიათ საერთოდ. აი პირველი შეტევაა ეს, თუ შეტევა შეიძლება დაერქვას ამას. უნდა კიდევ ჩვენ ვართ ბურთით ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს. ეტაფე გუნდი მხოლოდ და მხოლოდ თავის დაცვით არის დაკავებული. ერთი შეტევა გვაქვს ფლობს უპირატესობას. გოლ! პირველი გოლიც გავიდა. რა თქმა უნდა. საღოლ ბიჭებო! საღოლ ბიჭებო, ბევრი ყველა გაუტანეთ, ყველა. რასაც დაარტყავთ, ყველა გაიტანეთ. თქვა უნდა კიდევ ერთი შეტევა რა, ძალიან დიდ უპირატესობას ვხდოთ. სახიფათო მომენტი, შერბენა. შვენიერი საჯარიმოში დარტყმა და არის! ეგ არის. საღოლ ბიჭებო.
აი თავიდანვე რაც აღვნიშნე, ზუსტად ის ხდება, რომ აი 5 წუთის გახურებულმა რა ფეხბურთი უნდა ითამაშო, ხო და შესაბამისად ეხლა, რავი, მე მაგალითად ვერ ვაპატიებ ინტერის აკადემიას, რომ ეს შეხვედრა ვერ მოიგოს რა, დამაჯერებლად, იმიტომ რომ რავი, აი ყველაფერია, ყველანაირი კითხვაზე პასუხია გაცემული ამ ყველაფრით და გამოვიდნენ 5 წუთიც არა, 3 წუთი რაღაცა ვითომ გახურდნენ და თამაში დაიწყეს რა, ასეთ გუნდთან არ უნდა წააგო და რა თქმა უნდა არც ვაგებთ რა, დამაჯერებლად ვიგებთ მხოლოდ უპირატესობას და მეკარე ჯერჯერობით არ მინახავს, მოდი განახებ მაინც ვინ არის, აი ეს კაცი დგას კარში რა ვიცი, ჩემ ბავშვობაში იყო გაზეთს აწვდიდნენ ხოლმე. კიდევ ერთ შეტევა ამასობაში თამაში გარე. კიდევ ერთი შეტევა და უხეშობა. ეგარი 3-0. ბრავო ბიჭებო, ბრავო. ფაქტი რა, შემიძლია ხაზი გაუსვა, ისევ და ისე მომზადება. აი უყურეთ, უბრალოდ შეხედეთ რა. პირველი ტაიმის ბოლოა და ბიჭები ხურდებიან, ემზადებიან, რომ მოედანზე სრულფასოვნად შემოვიდნენ რა. ესენი რავი, აი ზიანიკ და ავაზე მკითხაობენ, არ ვიცი, აი ფეხბურთის მეტი ყველაფერია და ასეთ გუნდთან რა ვიცი, აი ძალიან ბევრი მოგეთხოვება, საღოლ ბიჭებო, საღოლ ასეთი პასუხისგებლობისთვის და რა ვიცი, შედეგს გამოიღებს აუცილებლად. ფაქტიურად პირველი შეტევა მეტოქე გუნდის, აბა ნახოთ რას მოუხერხებს და ამდენ ხანს გაგრძელდება მათი ბურთის კონტროლი. პირველი შემთხვევა, როცა აი ამდენი ხანი უჭირავთ ბურთი. რა თქმა უნდა ჩაშალეს ბიჭებმა, ამ შვიდად აკონტროლებენ თავიანთ საჯარიმოში. ჩვენიერი შეტევა. ცენტრი გვიჭირავს მაგრად ძალიან. ჩვენიერი შეტევა, გადაცემა. ბრავო. აუ მაგას გოლი ჭირდება რა, კაი შეტევა იყო რა. დასრულდა პირველი ტაიმი, ანგარიშით 3-0. დაიწყო მეორე ტაიმი და თომ შეტევით მეტოქე გუნდის რაღაცა მცდელობა რომ აი კარს მიუახლოვდნენ, გაგაცნოთ კიდევ ერთხელ მეორე გუნდის, ან მეორე მეკარე, შეიცვალა მეკარე. რავი, აი შეტევის მსგავსი მცდელობა ვერც ჩააწოდეს გადაუვარდათ. ეს ბიჭებო იმის ბრალია რომ არ ხურდებით, გენაცვალე ხარ, არ ვიცი მე როგორ გაგაგებინებ თქვენ ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტს აღვნიშნავ რომ ძალიან ცუდი ფაქტია რა, ეს რომ არაპროფესიონალად ეკიდების საქმეს რა. ფეხბურთია ეს, არ არის, რა ქვია. ფიგურული ცურაობა, ხო? ცურაობა, კი. თუ სრიალი, ხო, რომელიც არის. კიდევ ერთი შეტევა ჰქონდა ამასობაში. ამასობაში კიდევ უფრო დიდ უპირატესობას დავეუფლეთ ვაგორავებს საკუთარ მოედანზე. ვინახავთ ძალებს, მაღალი ალბათობით. შეიძლება არც ვფიქრობთ გოლზე. ვცდილობთ რომ ყვითელი ბარათი არ მივიღოთ. ვაი და არ გადავყვეს. და კიდევ ერთი მომენტი, სახიფათო დარტყმა და გადავრჩით. კიდევ ერთი შეტევა, ბიჭები ფლობენ უპირატესობას, ჩვენი მეკარე არ გვინახავს ჯერჯერობით. ძალიან კარგი თამაშია. ბრავო, გადავიტანეთ, მარჯვენა. ფლობთ რა უპირატესობას და მაღალი ალბათობით იდე გავა გოლი. დარტყმა. პროცენტულად რომ დაგითვალოთ, ბურთის უპირატესობა დაახლოებით არის 85-15-ზე, ალბათ შეიძლება უფრო მეტიც რა, ძალიან ბიჭები აღალ დონეზე თამაშობენ და ამის შემდეგ ფინალი გველოდება. შენიერი დასწრება.
ბიჭებმა შეინახეს მეორე ტაიმში თავი, აშკარად 3-0-ია ჯერჯერობით, უპირატესობა ძალიან დიდ ფლობთ. ვცდილობთ რომ არ მივიღოთ ყვითელი ბარათი. რამდენიმე წუთი დარჩა მატჩის დასრულებამდე. დასრულდება მეტოქე გუნდის ტანჯვა. ერთი ბოლო შეტევა. და დაასრულდა მატჩი 3-0 მარტივად და წინ გველოდება ფინალი.